მოგესალმებით, მე ვარ ანი არზიანი, ჩემ შვილს ქონდა სიელმე, მათე გოგენაშვილს 3 წლიდან. შემდეგ ეხლა რამდენი წლის არის? ეხლა არის 5 წლის. შემდეგ წავიყვანე ქუთაისში ექიმთან, დაგვინიშნეს სათვალე, მაგრამ ამ სათვალეს ბავშვი ვერ ხმარობდა პერიოდულად იხსნიდა. რას გეუბნეოდათ? მეუბნებოდა, რომ აი არ მოწონდა ეს სათვალე და მაინც ბავშვი ვერ ხედავდა და დისკომფორტი ჰქონდა. თვალი გადახრილი. მარცხენა თვალი გადახრილი ჰქონდა ცხვირისკენ, ანუ სიელმე ჰქონდა. სათვალეშიაც და სათვალის გარეშე. სათვალითაც გადახრილი ჰქონდა, კი არ უსწორებდა ეს სათვალე არ ეხმარებოდა. შემდეგ გავიგეთ მაკა გოგიაშვილის კლინიკა მაგოზე და გადავწყვიტეთ წამოგვეყვანა აქ ყველანაირი წამლების და რაღაცა სათვალეების ტკივილის გარეშე. შემდეგ ჩამოვედით აქ მაკა გოგიაშვილის კლინიკაში და ანუ ბავშვი ჰქონდა 28 გრადუსით თვალი გადახრილი და ეხლა გვაქვს 4 გრადუსზე ჩამოსული. მოგწვა ძალიან მოხდით შეგაჩერებ თუ შეიძლება. რა მაინტერესებს ჩვენ ყველას ვამახსოვრებინებთ ხოლმე. შემოსვლისას ბავშვი მიმის ნაცვლად რო დაენახა 10 ხაზი, რამდენ ხაზს ხედავდა შორს? ხედავდა 2 ხაზს, 5 ხაზზე. და მარცხენა თვალიდან ქონდა მხედველობა თუ რამდენ ნაბიჯზე ხედავდა? ხედავდა, ანუ ერთ ნაბიჯზე ხედავდა მხოლოდ. კი ბატონო, თქვენ სათვალით მოიყვანეთ ბავშვი და ჩვენ სათვალითაც გავსინჯეთ. იქ საიდან 5 ხაზს ხედავდა? სათვალით ბავშვი რამდენ ხაზს ხედავდა? 6 ხაზს ხედავდა ეხლა. მადლობთ და თუ ერთ ნაბიჯზე ხედავდა თავის სათვალით? რამდენ ნაბიჯზე ხედავდა? 3 ნაბიჯზე ხედავდა. კი ბატონო, კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება, რამდენ ხანში გქონდათ შედეგი? ელოდით თუ არა ამ შედეგს, რამდენი იყო გადახრა? 28 გრადუსით ჰქონდა გადახრა. დიახ. და რამდენ ხანში მიიღეთ შედეგი? შედეგი რამდენ ხანში მიიღეთ? ანუ ერთ დღეში ჰქონდა შედეგი თავიდან. რაში გამოიხატებოდა ეს შედეგი? ანუ ბავშვმა დაინახა უფრო მეტად კარგად. ანუ მარჯვენიდან საიდანაც ხედავდა 5 ხაზს. რამდენი ხაზი დაინახა? 8 ხაზზე. ხოლო იქ საიდანაც ერთ ნაბიჯზე ხედავდა. რამდენი ნაბიჯზე? 7 ნაბიჯზე დაინახა შემდეგ. კი ბატონო, აი ეს 28-4-ზე ჩამოვიდა. მე გთხოვთ ალბათ სურათებით გვანახეთ, მაგრამ თქვენ როგორ ატყობდით? ბავშვი სათვალეში ვიდრე ჩვენთან მოიყვანდით, ხრიდა თუ არა თვალს? კი, მაინც ხრიდა სათვალიდან. და ისე ასწორებდა თუ არა სათვალის გარეშე თვალს? არა, ანუ არასწორებდა და ეხლა უკვე კარგად ასწორებს. კი ბატონო, შეგიძლიათ სინათლე ისა სურათი გვანახოთ? როგორი იყო მათე კაცი თავისი 28 შეიძლება ახლოს მოვიტანო? და მეორე სურათიც თუ არ შეგაწუხებთ? აი ეს არის მათე ბოდიში აბდეიჭერი ჩემო. ხო, აი ესეთი იყო მათე თავისი 28 გრადუსით და აი ასეთია თავისი 4 გრადუსით. მადლობა ანა, დაგძანდით. აი თქვენ რას ფიქრობთ? შეიცვალა ბავშვი, ოღონდ გულწრფელად, ანუ ხასიათი ჭირვეულობაში მცირდა მოიმატა თუ როგორ არის? კი, ძალიან ჭირვეულობდა, თვითონაც დისკომფორტი ჰქონდა, რომ ვერ ხედავდა და ამას განიცდიდა და ამბობდა, რომ დედა ვერ ვხედავ. ეხლა უკვე რო ვეკითხები, თვითონაც ამბობს, რომ დედა ეხლა კარგად ვხედავ, უკეთესად და ბავშვიც უფრო მოვიდა ხასიათზე. დიდი მადლობა. აი ეხლა თქვენ 10 უკვე მურჩით დღეს, ხო? დიახ. კი ბატონო, და ჩვენ გავსინჯეთ. ანუ ნახეთ მაგოთერაპიის 1 საათში თუ თქვენი მხედველობა მარჯვენიდან გახდა 5 ხაზის ნაცვლად 7, დღეს არის 9 ხაზი და 1 ნაბიჯიდან ბავშვი 2 ხაზს ხედავს, ანუ რამდენი ნაბიჯი მოემატა?
ეხლა მოემატა 12 ნაბიჯი. გაიხარეთ და ფულს ელოდით ამას. ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ხელა შედეგს დავდებდით, ეს ყველაფრის გარეშე წამლების და ოპერაციის და ზედმეტი ტკივილების გარეშე, მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ და მადლობა მაკაგოგიას. დივა, დიდი მადლობა და პროცედურები მტკივნეულია. არ იყო მტკივნეული პროცედურები, ცოტას ბავშვიც ჭირვეულობდა, იღლებოდა ამ აპარატურებთან და იმით, თორე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დიდი შედეგიც გვექნებოდა. მადლობა ინტერვიუსთვის, ხო გავაგრძელებთ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ვაპირებთ გაგრძელებას. დიდი მადლობა.